რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავცედა ეს ფაქტი, რომ მომხმარებლები ქობულეთში იყო, მე მგონი, ზღვის პირას, მომხმარების შედეგად ნემსებს ყრიან. ჯერ ხო ამაზრზენია და საშინელებაა და ანგრევს საკუთარ ორგანიზმს და მე არ უფრთხილდები ადამიანს, ბავშვს, რომელმაც შემთხვევით შეიძლება გაიაროს და მოიტანა სახში ვადო. დიდუბეში ვცხოვრობ, ეხა იცი შენ და ბევრი ყრია ხოლმე. თქვენი ბავშვობა არ გახსოვთ სადარბაზოებში ვეყარა? მე სურამში ვარ მეცილი და ჩემ ბავშვობაში არ ეყარა ხოლმე, ჩვენთან არ იყო. ჩვენთან ეყარა, დაუბრუნდით. ისე ბნეო 90-იანებში დაუბრუნდით. როგორც მაშინ ეყარა ეს შპრიცები, ისე ყრია ეხლა. ხო, აი, რამდენად ზნედაცემული და არა ადამიანი უნდა იყოს. მოიხმარ, კარგი, თავს იკლავ. სხვას როგორ ვნებ, რატო უნადგურებ ბავშვ ცხოვრებას, რომელმაც შეიძლება ვერ მიხვდეს რა არის და ელემენტარული ხო. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ეს მე არ ვიცი, ანუ ეს მარტო საკუთარი თავის გაუბედურება ხო არ არის? რა თქმა უნდა. ეს არის ამას დიდი ბოროტება, მე არ ვიცი რა. არა მხოლოდ საკუთარ თავს, მშობლებს, მეგობრებს, ყველაფერს კარგავენ პრაქტიკულად, მაგრამ თან ყველაზე დიდი საშინელება რაც არის, ბავშვებს უქმნიან საფრთხეს. კი. ძალიან დასანანია და გულიმწყდება, რომ არსებობენ ამდენი თან ჩვენთან საერთოდ სავალალო მდგომარეობაა, მაგრამ ბავშვებს მაინც უარ შეუქმნან ეს საფრთხე. მე მგონი რავი არ არის რთული. სამაგერ დარწმუნებულს უფრაზი პატარების აღზრდილოს განსხვავებული წამი. რა ცოლების, დედების. ღმერთმა ქნას რომ ამ ხალხს ეშველოს, არ ვიცი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, მაგრამ ბავშვებს მაინც ჩვენ შვილებს და ბავშვებს მაინც გაუფრთხილდით. ო, ნუ შევუქმნით რაღაც საფრთხეს რა.